გამარჯობათ მეგობრებო, მე სანდრო ვარ, თქვენ ჩემი YouTube არხზე ხართ. დღევანდელი გადაცემა არის ახალ ფორმატში. ძველი ფორმატიც რა თქმა უნდა შენარჩუნებული იქნება და ახალი ფორმატი გულისხმობს იმას, რომ ეს არის იქნება ესეთი ახალი ამბები მოტო მექანიკოსის გადმოსახედიდან. დღეს ჩვენ შევეხებით ცნობილ ამბავს, რომელიც ხდება მოტო სამყაროში. კონკრეტულად ეს არის კომპანია Harley Davidson's დირექტორის იოახიმ საისის გადადგომა დაკავებული თანამდებობიდან. საკმაოდ სკანდალური, ვრცელდება ძალიან ბევრი ინფორმაცია, ასევე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციაც და მე ვეცადე რომ გავერკვიო ამ ისტორიაში თქვენთვის და მოკლედ მოგახსენოთ რითი გახდა ეს ადამიანი ცნობილი, რა შეცვალა Harley Davidsonში, რა ვერ შეცვალა და რის გამო ის წავიდა თანამდებობიდან. მოკლედ მოგიყვებით ამ პიროვნების შესახებ. იოახიმ საისი დაიბადა გერმანიაში 1963 წელს. ის გერმანელი არის, მიიღო განათლება გერმანიაში და ნაწილობრივ ამერიკაში. და პირველად, ასე ვთქვათ, ცნობადი გახდა, როცა 1990 წელს დაიწყო მუშაობა დირექტორად კომპანია პუმაში. პუმა მაგ დროს საკმაოდ რთულ მდგომარეობაში იყო და იოახიმ საისმა მოახდინა, ასე ვთქვათ, რევიტალიზაცია ამ კომპანიის ნორმალურ მოგებაზე გაყვანა და შემდეგ უკვე სავარაუდოდ პუმადან სამუშაოდ გადავიდა Harley Davidsonში, სადაც დირექტორთა საბჭოში დაიწყო მუშაობა 2007 წელს. როცა ის უკვე დირექტორთა საბჭოში მუშაობდა Harley Davidson's, მან და მისმა მეგობარმა ბიზნესმენმა, არანაკლებ სკანდალურმა რიჩარდ ბრენსონმა, რომელიც ჩვენთვის ალბათ ცნობილი იქნება დაარსებით და მერე გაკოტრებით კომპანია Virgin Airways-ის, დაარსეს არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც დაარქვეს The B Team, ანუ ჯგუფი B, რაღაც დაჯგუფება B. და ეს ორგანიზაცია დაკავებული იყო, ასე ვთქვათ, მემარცხენე იდეოლოგიის გავრცელებით, environmentalismით, ანუ ბუნების დაცვით, ესე ვთქვათ, აგრესიული ფორმით. და ეს არ უშლიდა მას ხელს იმაში, რომ ყოფილიყო დირექტორთა საბჭოში Harley Davidson's. 2020 წელს, აი ამ ვოუქიზმის ტალღაზე ის ხდება კომპანიის დირექტორი და ზუსტად ალბათ ფიქრობს, რომ მაგის გამო გახდა დირექტორი, რომ ის საქმიანობდა ამ ორგანიზაციაში The B Team რიჩარდ ბრენსონთან ერთად, რომელიც ფაქტიურად მე მაგათ საიტზე რაც წავიკითხე, მაგათ იდეოლოგია ზუსტად ეწინააღმდეგება Harley Davidson's იდეოლოგიას. Harley Davidson's იდეოლოგია, უგახსენოთ, ეს შიდა წვის ძრავის მოტოციკლები არის, დიდი ძრავის მქონე მოტოციკლები, სამოგზაუროდ, გასართობად გამოყენება ამ შიდა წვის პროცესის, ხო? არა მარტო სამსახურის სასიარულოდ და ბითი მეგვეუბნება, რომ ეს არ შეიძლება. უნდა გადავადგილდებოდეთ ამ ფეხით, ამ ველოსიპედით, არავითარ შემთხვევაში ბენზინის წვა გართობა არ უნდა იყოს და ასე შემდეგ. მიუხედავად ამისა, ვოუქიზმი 2020 წელს აღმავალზეა. ვოუქიზმი იდეოლოგია არის ჩვეულებრივი, არაფრით არ განსხვავდება, ვისაც არ გიცხოვრიათ ან იცით კომუნისტური პარტიის ისტორია, გეცოდინებათ, რომ მის მიერ საწარმოში ქარხანაში, მოტოციკლების ქარხანა რო ავიღოთ, თანამშრომლების განვითარება ვერტიკალურად, ანუ ახალი თანამდებობის დაკავება არ იყო გამოწვეული იმით, რამდენად წარმატებული საქმიანობას ეწევიან თვითონ წარმოებაში, არამედ იდეოლოგიით იყო განპირობებული. თუ ადამიანი პარტიის წევრი იყო, პარტიულ ყრილობას დადიოდა, სიტყვებით გამოდიოდა, ამხელდა არაპარტიულ პარტიასთვის ცუდ საქმიანობაში მონაწილე თანამშრომლებს, ის წინააღმდებოდა და ვინც კარგად მუშაობდა, ხშირად პირიქით ქვეითდებოდა. იგივე შემთხვევა არის ზუსტად ვოუქიზმის იდეოლოგია, მე ვფიქრობ, იმიტომ რომ
ამ შემთხვევაში შენ წინააღმდეგები ან თანამსახურს იწყებ, ან რაღაც წარმატებას აღწევ, არა იმიტომ რომ რაღაც საქმეში რაღაცას წარმოადგენ, არამედ იმიტომ რომ ამ შემთხვევაში რაღაც მეტი ქალები უნდა იყონ საწარმოში და აგიყვანენ თუ ქალი ხარ, ნუ შენ გენეტალიების მიხედვით და პოლიტიკურ და სექსუალური ორიენტაციიდან გამომდინარე დაწინაურდები. 2021 წელს უკვე იოახიმ საისი როცა დირექტორია LiveWire ესეთი ქვედანაყოფი Harley Davidson's, რომელიც ელექტრომოტოციკლების წარმოებით არის დაკავებული, გამოეყო Harley Davidson's და ცალკე უკვე Harley Davidson's რა თქმა უნდა შვილობილი კომპანია მოქმედებს, ის ყიდის თავის აქციებს განათავსა საჯარო ბირჟაზე და აქციების უმრავლესობა ეკუთვნის Harley Davidson's. Harley Davidson უზარმაზარ ინვესტიციას აკეთებს ამ კომპანიაში და ხდება ისე რომ ეს LiveWire თავის დაარსების დღიდან დღემდე არსებობს კიდევ აქციები უფასურდება. ანუ Harley Davidson ყოველდღე კარგავს ამ თავის ინვესტიციებს ამ კომპანიაში. დღეს ერთი აქციის ღირებულება იმაზე ნაკლები არის, ვიდრე ქაღალდი, რომელზეც შეიძლება ეს ერთი ცალი აქცია დაიბეჭდოს. ქაღალდზე რო ავიხოთ და პრინტერზე იმას დავაბეჭდინოთ, უფრო ძვირი დაგვიჯდება, ვიდრე ერთი LiveWire-ის აქცია. არანაირი ღირებულება არ აქვს. ასევე მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ აი ვოუკიზმის პოლიტიკიდან გამომდინარე, იოახიმ ზაისმა წააქეზა ბევრი თანამშრომელი, რომ ეყიდა თვითონ აქციები ამ LiveWire-ის. ანუ ესე მემარცხენე იდეოლოგია, რომ თანამშრომელი კომპანიის ასევე თანამფლობელი უნდა იყოს და შედეგად თანამშრომლებმაც თანხა დაკარგეს, იმიტომ რომ თანამფლობელები არიან კომპანიის, რომელიც არაფერი არ ღირს და პირიქით ფულს კარგავს. ამ შემთხვევაში LiveWire იგულისხმება. 2024 წელს უკვე იოახიმ საისმა ძალიან აქტიურად დაიწყო პრომოუშენი ამ იდეოლოგიის კომპანიაში. ფაქტიურად რომ შეხედათ მის გამოსვლებს, ხო, ანუ მას უყვარს ესეთი ასე ვთქვათ რეჩების თქმა, ხო, ანუ სიტყვით გამოსვლა, როგორც არ მაგათ Apple-ის დირექტორს უყვარდა და ახლანდელ დირექტორსაც უყვარს, სტივენ ჯობსმა დაამეორდა გამოგონეს კულტურა, როცა ადამიანი გამოდის და რაღაც მოხსენებას აკეთებს, მაგრამ სტივენ ჯობსამდე ეს ძალიან ასე ვთქვათ კომუნისტური ტრადიცია იყო, როცა წარმოების ნებისმიერი რაღაც ხარატი უნდა გამოსულიყო და რაღაცა მოხსენება გააკეთებინა იმაზე, რამდენი დეტალი გაჩარხა და როგორ გაჩარხავს უფრო მეტ დეტალს შემდეგ წელს. აი ეგეთ სტილში სულ გამოდის, სულ ლაპარაკობს და სულ ძირითადად სისულელეებს. მაგალითად, მაგის ფრაზებია, რომ Harley Davidson აყროლებულია, ცუდი სუნი აზდის მოტოციკლებს და უფრო სუფთა უნდა იყოს. რა თქმა უნდა, გულისხმობა, რომ ელექტროსამაკატებით უნდა იაროს ყველა. მაგალითად, მაგის სიტყვები არის, რომ ის LGBTQ ტალიბანია, როგორ მოაქცია ერთიანობაში ეგაროც, ანუ იგულისხმება, რამდენადაც ტალიბანი რადიკალური არის ხალხის ხოცვაში და რეპრესიებში, ისევე მე რადიკალური ვიქნები LGBTQ პოლიტიკის გატარებაში ჩვენ კომპანიაში. ეს არ იყო რაღაც იმპულსური გამოთქვა მისი, ეს ინტერვიუს დროს არ ითქვა, ეს იყო დაწერილი სიტყვა, რომელიც მან წარმოთქვა ერთ-ერთ ასეთ გამოსვლაზე და რომ მიხვდეთ რა ხდება ამ ადამიანის თავში, და როგორ მოახდინა ერთიანობაში ტალიბანის და ადამიანის უფლებების თავის ჭკუით მოქცევა ძალიან საინტერესოა, მაგრამ მაინც ეს ასეთ იმას გვაძლევს ინფორმაციას მაგის ტვინი როგორ მუშაობდა, მუშაობს ახლა. 2024 წელს აი უკვე რომ იოახიმ ზაისმა დაიწყო ჩარევა კომპანიის ისეთ ნიუანსებში და სადილეროების ცხოვრებაში, რომელსაც წესით არ უნდა ჩარეულიყო, სადილეროებს Harley Davidson არ აკონტროლებს, რა თქმა უნდა, რაღაც გაიდლაინები არის, რაღაცა პოლიტიკა მარკეტინგში არსებობს, მაგრამ ძალიან თავისუფალი, იმიტომ რომ ყველა ხდება ნებისმიერ Harley-ს სადილერო უკვე არა მარტო Harley-ს ყიდის, სხვა მოტოების გაყიდვაც შეუძლია. არის რა თქმა უნდა ექსკლუზიური Harley Davidson-ის მაღაზიები, ძალიან ცოტა სამწუხაროდ და სამწუხაროდ საქართველოში არ არის ეგეთი. მაგრამ ძირითადად რა თქმა უნდა Harley Davidson-ის დილერები სხვა პრობლემებითაც არიან დაკავებული და სხვა პროდუქციას ყიდიან. ანუ მოთხოვნები იყო, რომ გენდერული კვოტები დადგინდეს კომპანიაში, ანუ წარმოიდგინეთ თქვენ Harley Davidson-ს ყიდით სხვა პროდუქციასთან ერთად თქვენ იმაში და Harley Davidson მოდის მოთხოვნა, რომ ჩვენ არ გამოგზავნთ შენ მოტოებს თუ გენდერულად ნეიტრალურ ტუალეტებს არ გააკეთებ,
არა იყვან LGBTQ-ს პირებს სამსახურში და ასე შემდეგ. ისედაც გაჭირებულია კომპანიები, ვინც მოტოებს ყიდიან. გაკიდვები სულ მცირდება, მარჟა მცირდება და ეხლა კიდე დაემატა ამას, რომ კომპანია ერევა მაგათ საკადრო პოლიტიკაში. 2024 წლის ბოლოს გაფიცვა იგეგმებოდა სადილეროების, იმიტომ რომ სადილეროები მიჩვეულებენ თავისუფლებას და ასე ადვილად მაგათ ვერ მოაქცევთ იდეოლოგიის ჩარჩოებში. და ეს გაფიცვა არ მოხდა, იმიტომ რომ მიახერხეს ისე გადადგა. გადადგა მაგის გამო, ალბათ სავარაუდოდ თვითონ იძახს, რომ პენსიაზე გავიდა, ნებისმიერი ჰარლი დევიდსონის თანამშრომელი თუ კონტრაქტორი თუ ვინც ხარლისთან მუშაობს, ყველას ძალიან გაუხარდა ეგ, ყველამ აღნიშნა ეგ, შამპანურს გაახსნით, ფეერვერკების გაშვებით და ასე შემდეგ, იმიტომ რომ რეალურად თავის ბოლო უკვე თვეებში მოღვაწეობის ჰარლი დევიდსონში იოახიმ ზაისი არავის არ უყვარდა, არავის არ უნდა კომპანიაში ემუშავა. მე როგორც მექანიკოსი რამოდენიმე მომენტი მინდა აღვნიშნო მის საქმიანობაში, პირველ რიგში ეს არის ჩინური კომპანიის შემოსვლა ჰარლი დევიდსონის ბაზარზე. არა ამერიკის ბაზარზე, ხაზგაუსამ, ზუსტად ჰარლი დევიდსონის ბაზარზე. ეს კომპანია არის საკმაოდ დიდი ჩინური წარმოებელი მოტოციკლების, QJ Motors ქვია. წარმოება აქვს ჩინეთში, პაკისტანში, ინდოეთში და აწარმოებენ ისეთ ბიუჯეტურ მოტოებს. ყველაზე გავრცელებული და ჩვენთვის ცნობილი პროდუქცია, რაც საწარმოებს არის Benelli და Kayo. ჩვენთანაც კარგად იყიდება. ეხლა რაც მოხდა ამ ორ კომპანიას შორის დაუჯერებელი ამბავია და ნამდვილად პირველი ცნობები როცა მივიღე ამის შესახებ ფეიკი მეგონა, მაგრამ ნამდვილად ეგრე მოხდა. მოკლედ რა ხდება? ჰარლი დევიდსონმა იყიდა კომპანია QJ Motors-გან მისი ორი მოტოციკლი Benelli რაღაცა რაოდენობით, Benelli 302S და Benelli Leoncino 500. გადააკრა ზედ ჰარლის სტიკერები, მოკლედ რო ვთქვათ, და დაიწყო გაყიდვა როგორც ხარლის. არაფერი ცვლილებები არ იქნა შეტანილი ამ მოტოებში, ანუ ეს არ არის რომ QJ Motors-ი ხარლისთვის აწარმოებს მოტოებს, არა. QJ Motors-ის უკვე არსებული line-up-იდან ჰარლი ყიდულობს ჩინურ მოტოებს და ყიდის თავის სადილეროების ქსელის და მაღაზიების მეშვეობით. ეს თანამშრომლობა დაიწყო 2019 წელს და 2019 წელს ამას დაერქვა More Roads to Harley Davidson, ანუ გზამიეცი ფართო Harley Davidsons. საერთოდ იოახიმ ზაისს ძალიან უყვარს ლოზუნგები, როგორც კომუნისტურ ქარხნებში ძალიან უყვარდათ ეგ, ყველაფერს რაღაცის სახელი ეწოდებოდა, რაღაცის გამოაკეთებდნენ. მისი პირველი წლები აღნიშნა ესეთი ლოზუნგით დაარქვა Rewire, რასაც ქვია, ანუ ელექტროგაყვანილობის ცვლილება, ან საერთოდ ცვლილება მიმართულების. ინგლისურიდან რო ვთარგმნოთ, შემდეგ Livewire, ანუ ცოცხალი სადენი, ასე ვთქვათ. და QJ Motors-თან თანამშრომლობას დაარქვა More Roads to Harley Davidson. იგულისხმება, რომ განვაახლოთ ინვენტარი და უფრო პატარა ძრავიანი მოტოები გამოუშვათ, ამის გამოცდილება, მწარე გამოცდილება ჰარლის უკვე აქ ბევრჯერ გააკეთეს, ეგ არ გამოვიდათ. მაგალითად იტალიური მოტოები წარმოებელი შეიძინეს სადღაც 70-იანი წლების ბოლოს აერმაკი პატარა მოტოებს უშვებდა 2-4 ძრავებით და კომპანიას ქარხანა შეიძინა ჰარლი დევიდსონმა იტალიაში, მართლა უშვებდნენ ამ მოტოებს. შემდეგ ხდებოდა მათი მოგზაურობა გადატანა ამერიკულ ბაზარზე, იყიდნენ, ვერაფერი ვერ გაყიდეს, არაფერი არ გამოვიდა, ბევრი ფული დაკარგეს, აერმაკიც გააკოტრეს, თვითონაც კიდევ არ გააკოტრდნენ. შემდეგ უკვე არის ჩვენ დროს ეს ჰარლი დევიდსონის Street 750 და 500. ეს არის ინდოეთში წარმოებული ინდური მოტო, რომელსაც ჰარლი დევიდსონი დაარქვეს და ჰარლის სარკეები დაუყენეს, სხვა არაფერი ჰარლის მაგ მოტოს არ ეყენა. ტექნიკურად ვერც იქნება და ხარლისთან ვერან არის კავშირში ეგ მოტოები, იმიტომ რომ მილიმეტრულებია, ანუ მილიმეტრული ტექნოლოგიით არის გაკეთებული ინდოეთში და ხარლი ინჩურით, ანუ ეს მოტოების დეტალები არ არის ამერიკაში გაკეთებული და ამერიკაში დაგეგმარებული, იმიტომ რომ ამერიკის მაგის საშუალება არ აქვს.
მოტოები საშინელია აბსოლუტურად ტექნიკურად, ეს უხარისხოა, არამძლავრია, იგივე ტექნიკური პრობლემებით მოდის ქარხნიდან, ძრავს საშინელი ხმა აქვს, უკვე ხელა ისეთი უზუსტო აწყობილი ძრავია, რომ ვერ მიხვდები, რომ ძრავი გაფუჭებულია თუ აღარ არის გაფუჭებული, იმდენად ხმაურიანია თვითონ, მე გამონაბოლქვის ხმას არ ვიძახი, თუ კაკონის ხმა მოდის ძრავიდან. ელექტროობა უყენია Delphi-ს, ეს არ არის ხარლის ელექტროობა, ეს არის კომპანია, მექსიკური კომპანია Delphi, რომელიც აწარმოებს ელექტროობას ხარლისთვისაც და აი ამ ხარლის სტრიტისთვისაც. ეს მოტოები არ გაიყიდა ინდოეთში, ინდოელებს არ მოეწონათ. ხარლი-დევიდსონი ძალიან პოპულარულია ინდოეთში, იმიტომ რომ ინდოელს უყვართ მოტო, რომელსაც Made in USA აწერია, მაგრამ Made in India რო აწერია და ხარლის ლოგოაზე სტიკერად მიკრული არ მიიღეს. მე გააუარესეს სიტუაცია ხარლიმ და ეს მოტოები წაიღეს ამერიკაში გასაყიდად და საერთოდ საშინელი რეპუტაციული ზიანი მიაყენეს კომპანიას, იმიტომ რომ ხარლიმ დაიწყო მოხალისხო პატარა ნაგავი მოტოების გაყიდვა. არავინ არ იცოდა ეგ რა არის სადილეროში ახალბედა რაიდერები მიდიოდნენ და ჩვენთან საქართველოში ხშირად ხდება ეგ და გონიათ რომ ხარლის ყიდულობენ და აი ხარლიდან ჩვენ 500 კუბიანი მოდელი ძვაკ ვერ ერკვევა ადამიანი პირველ მოტოს ყიდულობს პირველად ხედავს ალბათ ხარლის ყიდულობს ამ ნაგავს მე შედის ინტერნეტში და უყურებს ვიდეოს როგორ სპეციალისტები და ხარლის მცოდნეები ამ მოტოს ასწორებენ მიწასთან და იძახიან რომ ეს ნაგავია და ვინც ამით დადის სრული 100%-იანი ლუზერია და დეგენერატი აი ესეთი რაღაცა გაუკეთეს ახალ ხარლის მომხმარებლებს ანუ ხაფანგში ფაქტიურად ჩააყოფინეს ფეხი და ფინანსური ზარალი და მორალური ზარალი მიაყენეს თავის ახალ ბედა კლიენტებს. და შემდეგი მესამე ნაბიჯი იყო ეს ჩინური ბენელი, ბენელის შეძენა, არა კომპანიის შეძენა, არამედ შემდგომში ბენელის პროდუქციის შეძენა, ბენელი ესეთი ჩინური კომპანია აგრესიული მარკეტინგით, არანაირი ნორმებს დასავლური ბიზნესის წარმოების არ ემორჩილება. ამ ბენელებს ყიდის ამერიკაში როგორც ბენელისაც და ხარლი ყიდის როგორც ხარლის. ამას მაინც არ აკეთებენ ექსკლუზივიც არ მისცეს კი ხარლი დევიდსონს ამ მოდელებზე არ თქვეს რომ ეს თქვენი მოდელებია ეს ორი მოდელი მარტო თქვენთვის იწარმოება არცად სოფლიოში არ იქნება და ხარლის შეძლებს სოფლიოში ბაზარზე გაყიდვას ამ ჩვენი ორი მოდელის ხარლის არავითარ შემთხვევაში უბრალოდ რაღაცა რაოდენობა ერთი გემი გაავსეს ამ მოტოებით ჩაუტანეს ხარლის და უთხრეს ყიდეთ ეხლა ჩვენს გავყიდეთ და უფრო დაბალ ფასად ბენელიმ ასევე წარმოადგინა ამერიკულ ბაზარზე კლონი ხარლი დევიდსონის პატარა ჩინური კლონი, რომელსაც ქვია QJ NTX 300, სპორტსტერის ასლია. და ამ სპორტსტერის ასლს ყიდიან ამერიკულ ბაზარზე, მიუხედავად იმისა, რომ სპორტსტერის ასლს თქვა პარტნიორები არიან, რაც იმას ამშვენებს ჩინელი წარმოებული არავის პარტნიორი არასოდეს არ არის და ამას არც მალავენ ჩინელები, არასოდეს არ იძახიან რომ მათ პარტნიორები ყავთ. და კიდევ მოკრე ტექნიკურად ახლა შევხედოთ რა მოტოები არის ესე იგი ბენელი 302S-ის კუბატურის გაზდა მოთხოვა ხარლი დევიდსონმა 350-მდე ბენელი მაგივად რომ ეს ძრავი შეცვალოს ან ახალი ძრავი აწარმოოს ან რაღაც ახალი მოდიფიკაცია გააკეთოს ამ ძრავის მოიხსნენ თავის ნორმალურ სტილში აიღეს ბენელი 502-ის ცილინდრი ჩვეულებრივი მარტო ცილინდრი დაახურეს ბენელი ტორნადო 200-ის ძრავს და გაზარდეს კუბატურა 338 კუბამდე, ანუ 30 კუბით. მანდაც არ ისურვეს არაფერი ახალის წარმოება, რაც ქონდა საწყობში, ეს ნაწილები ერთმანეთზე შეყარეს, დააბრუნეს ეგ ძრავი იგივე ძარაში, რაც იყო ბენელი 302S-ი და თქვეს, რომ ეს ახლა არის ხარლი 338, ანუ X350. რაც შეეხება X500, ხარლი დევიდსონ ბენელი ორიგინალ 500-ს, მან არაფერი არ შეცვალეს აბსოლუტურად. ვიზუალური ფეისლიფტინგი გაუკეთეს ორივე მოტოს, რაღაცა ვითომ ხარლის შტრიხები შემატეს, ეს ძალიან გარეგანი ვიზუალური არის. ანუ აუზი და სკამი შეიცვალა, ოღონდ სამაგრები არ შეიცვალა, ჩვენ შეგვიძლია ორივე სკამი დავაყენოთ. ანუ დაახლოებით, რა ვიცი, 10-15 წუთი დაგჭირდება, რომ ბენელი ლეონჩინო 500-დან ხარლი დევიდსონ X500-ი გავაკეთოთ და პირიქით. ხარლიმ დაიწყო ამ მოტოების გაყიდვა, აბსოლუტურად რაღაცა წარმატება იყო თავიდან, სანამ ხალხი, ბლოგერები, ასე ვთქვათ, სპეციალისტები მიხვდებოდნენ, რას აკეთებს ხარლი. მე თავიდანვე მივხვდი, სხვათა შორის არ ვიქებ თავს, მაგრამ
ვიდეოს რო უყურე ხარლის პრომოუშენს, რომ ჩვენ ახალი ხარლი X500 გავაკეთეთ და ვიდეოში ლეონჩინო 500, რომელიც ჩვენთან ძალიან გავრცელებული მოტორი და ყველგან დადის, აი სერიოზულად არ დაუჯერეთ თვალს და მე ხე ეს ფეიკია, ვიღაცა აკეთებს, რომ რაღაცა აზარალოს ხარლ დევიდსონი, მაგრამ სამწუხაროდ ფეიკი არ აღმოჩნდა. საინტერესო რა არის ახლა ამ ყველაფერში, რომ ესე იგი 2024 წელს აჯანყება არის უკვე დილერების 2025 წლის დასაწყისში საისი გადადგა და ამით ფაქტობრივად მაგის ისტორია დამთავრდა ხარლიში. რა მინდა კიდე შევმატო ამას ყველაფერს ბოლო ყველაზე გემრიელი ლუკმა ეს არის ფასების პოლიტიკა, რა თქმა უნდა. რატომ უნდა ვიყიდოთ ხარლ დევიდსონ X 350 და არა ბენელი 302? ამ შემთხვევაში X 350 ხარლი არ არის 350 კუბიანი, 330 კუბიანია ეს. იმიტომ რომ არ ვიცი რატომ. ფასებით, ანუ იგივე ამერიკულ ბაზარზე ბენელი ყიდის ამ ხარლ დევიდსონ X 350-ის კლონს, უბრალოდ ორიგინალს, რისგანაც კლონი გააკეთა $4,900. როცა ალბათ იგივე მაღაზიაში, ან გვერდზე მაღაზიაში გადავდივარ და ხარლ დევიდსონი, იგივე მოტო, ხარლის სტიკერებით, ღირს $8,500. რაც შეეხება ბენელი ლეონჩინო 500, ამერიკაში ის $6,800 ღირს, საქართველოში $6,500 სხვათა შორის. ძალიან პოპულარული საქართველოში ეს მოტო. და იგივე მოტო ოღონდ ხარლის ასე თქვა დისტრიბუციით $11,000 ღირს ამერიკაში. აი როგორ აპირებენ მაგ მოტოს $11,000 ბენელი ლეონჩინო 500 გაყიდოს $11,000 მე არ ვიცი. ალბათ სქემია, ხო, ფაქტიურად ამას ყველაფერს, რასაც ხარლი აკეთებს, ჩვეულებრივად სქემი ქვია. ანუ ასქემერებს ხალხს იმის მაგივრად, რომ იყიდოთ $6,500 ეს მოტო, ჩემ მაღაზიაში თუ შემოხვედით პირველები, იგივე მოტოს $11,000 მოგყიდეთ და გეტყვით, რომ ეს ხარლია. ხარლ დევიდსონ X 500-ის დარქმევა ხარლით, ხო, უნდა ისჯებოდეს, იმიტომ რომ ეს არის ჩვეულებრივი მახინაცია. სხვა არაფერი არ არის ეს მოტოციკლი ხარლ დევიდსონი, ეს იგივე არის, რომ სიტყვაზე, ნებისმიერი როგორ გითხრათ, ახლა რომ მოხვიდეთ ჩემთან სახელოში და მოგყიდოთ მოტოს, თქვა გითხრათ, ეს არის Yamaha MT-03, ხო? მოგყიდოთ Yamaha MT-03-ის ფასად და შეგინთ იდოს ბენელის 300 კუბიანი ძრავი, ხო? რო სრული უფლება გაქვთ, რომ მიჩივლოთ სასამართლოში და მითხრათ, სანდრო, ეს არ არის Yamaha MT-03, ხო? ეს ბევრად უფრო იაფიანი მოტო არის, რომელიც შემოვყიდე როგორც Yamaha, მაგრამ ეს ის არ არის. იგივე არის ზუსტად, რასაც ხარლი აკეთებს. თავის კლიენტებს, რომლებიც ყოველთვის ხარლი იმით სუკრიზისში რომელიც არის ხარლი და იმით რაღაცნაირად აგრძელებს არსებობას, რომ ყავს თავის კლიენტური ბაზა, ამ კლიენტურ ბაზას ასკემერებს აი ყველაზე დაბალ დონეზე. იგივე ამ ხარლ დევიდსონ X500 რო იყიდით, სერვისს რა თქმა უნდა ხარლიში გაატაროთ, ნაწილებს ხარლი არ ყიდის თავისუფლად, მანდაც წავა ხალხის ვიდის სქემი ხალხის, ანუ ხალხის წართმევა, იგივე ნაწილი სიტყვაზე ფრიქციონის ზეპლენის, რომელიც გადაბმის სისტემის, რომელიც ღირს $30 ბენელი ლეონჩინოსი, მან ღირს $300, იმიტომ რომ ხარლი, ამბობს იგივე დეტალი აბსოლუტურად. იგივე ქვეყანაში წარმოებული, არაფერი განსხვავება არ არის. ერთ ყუთს აწერი უბრალოდ ეს ციფრები, მეორე ყუთს მეორე ციფრები და მაგიტო ის უფრო ძვირი არის. და აი ესეთი სქემერობით არის დაკავებული. ახლა რაც შეეხება თვითონ ამ QJ Motors, ხო, მაგის მოტოციკლების ხარისხს, არის საშუალო ჩინურია, არაფერი განსაკუთრებული არ არის. ვისაც ბენელი ყავთ, ალბათ იცით და ვისაც ყავთ, გეცოდინებათ, ხო, რომ ეს არ არის ის ხარისხი, რაც და ფასით შესაბამისია, რა თქმა უნდა, ბენელი არ ცდილობს, რომ თქვას, რომ ეს Honda Yamaha-ს კონკურენტი, ეს არის მეორადი Honda Yamaha-ს კონკურენტი, ხო, მაგალითად ვიყიდეთ მეორადი Honda Yamaha, შეგიძლიათ იყიდეთ ახალი ბენელი. ჩემი გამოცდილებით, როგორც მექანიკოსის, ეს არის საშუალო დაბალი ხარისხის მოტოები, იაფი შესანახი, იაფი მომსახურებაში და ყველანაირად ესეთი მოტოები კი ძალიან ჩვენ პირობებში ძალიან გაუდგარია, თანხას დაზოგავთ ნაწილებზე, იმიტომ ნაწილები ძალიან იაფია, ყველგან შეგიძლიათ იყიდოთ მაგის ნაწილები საქართველოში. რაღაცა გამართლება აქვს, მაგრამ $11,000 გამართლება ნაღდად არა აქვს. ანუ მე $11,000 შემიძლია ვიყიდო ეს ლეონჩინო 500,
Harley სტიკერები გადარტყმული. ან ვიყიდო Yamaha Tenere, Super Tenere 750, რომელიც აი თავის კლასში საუკეთესოა. მე შემიძლია ვიყიდო Honda Transalpi, რომელიც საუკეთესო ლეგენდარული მოტო არის. მე შემიძლია ვიყიდო Suzuki DL650, რომელიც 10 ბენელი ლეონჩინოს მოინერებს. ხო, ანუ ეს Vistrom-ი, Suzuki Vistrom-ი DL650 ყველაზე გამძლე მოტო არის და გამდგარი სწრაფი, მძლავრი, ფანტასტიკური მოტო არის, რომელიც მაი ლეონჩინოს როგორ შევადარო, საერთოდ არ არსებობს მაგის შედარება, ხო? და ბევრი სხვა MT 03-ს რა თქმა უნდა ვიყიდი, ხო? ანუ $8,000 და არა ბენელი 300-ს, ხო? და MT 07-ს ვიყიდი ბენელი ლეონჩინოს მაგივრად ახალს ამერიკაში და ეხლა საქართველოში თუ $11,000 მაქვს, ხო? და ხარლი მინდა, მე ისეთ ხარლის ვიყიდი, რომ ყბა ჩამოვარდება ყველას. ხო, მეორაც, რა თქმა უნდა. $11,000 და არა ლეონჩინო 500. ხარლის ლოგოთი და დასაცინი გავხდები მთელი სამყაროს. კიდევ ერთხელ ვიძახი ხარლი Joachim Zeiss's მეთაურობით ჩვეულებრივ სქემით და ხალხზე ფულის ახევით არის დაკავებული. ძალიან კარგი რომ გადადგა, ჯანდაბამდე გზა ქონია და იმედია ახალი მმართველობა Harley Davidson გონს მოეგება და ამ ჩინურ მოტოებს აღარ გაყიდის თავისი სადილეროდან, იმიტომ რომ ჩინეთი რა თქმა უნდა ამ მომენტს იყენებს თავის საკეთილდღეოდ, თავის პროდუქციას ყიდის და როცა ფიქრობენ ჩინელები რომ Harley აუცილებლად გაკოტრდება აი ამ ტრამპის სატარიფო პოლიტიკის შედეგად, ჩინელები რა თქმა უნდა Harley-ს სადილეროებს უკვე გადმოიბირებენ თავისკენ, იმიტომ რომ დიდი გამოცდილება ექნებათ ამ სადილეროებს ჩინური მოტოების გაყიდვის. აი ესე ციხის კარი გაუღო Joachim Zeiss-მა ჩინელებს და გააჯვა. პენსიაზე გავედიო, თქვა, დავიღალეო. ანუ დარითი დაიღალე. ჩინური მოტოების გაყიდვით? ალბათ ხო, რაიქანცა სულ ოფლი დაღვარა, იმდენს ცდილობდა ჩინელებისთვის და Harley-ს თავის გამოსვლებში და რეჩებში აყროლებულ კომპანიას უწოდა მოტოციკლებს, რომელსაც სუნი აზდის ცუდი, რომელიც ახალგაზრდებს არაფრით ვერასოდეს ვერ დაინტერესებს. ამიტომ მოდით ჩინური მოტოები და ელექტრო ნაგავი გავყიდოთ ჩვენი მოტოების მაგივრად. აი ესეთი პიროვნება იყო Joachim Zeiss-ი და ყველას გილოცავთ, რომ ეგ ადამიანი გარდა იმისა, რომ Harley-დან წამოვიდა, თქვა რომ საერთოდ პენსიაზე გავიდა და არსად აღარ იმუშავებდა და არსად აღარ უნდა იმუშაოს. მე ვფიქრობ, რომ მაინც სამომავლოდ სასამართლო გარჩევების თემა უნდა იყოს ეგ მისი საქმიანობა კომპანიაში. მოკლედ, ბოდიში ცოტა ავღელვდი. ეს იყო ყველაფერი, რაც მინდა ამ თემასთან მე დაკავშირებით მეთქვა, თვალყურს ვადევნებ ახალ ამბებს, თუ რაღაც ახალი იქნება ამ თემასთან დაკავშირებით აუცილებლად მოგახსენებ და შემდეგი გამოსვლა იქნება ისევ ჩვენ ნორმალურ ტექნიკურ ფორმატში და დროთა დრო ესეთი ახალი ამბებიც იქნება ჩვენ YouTube არხზე. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის, არ დაგავიწყდეთ ლაიქები, გამოწერები და კომენტარები. დიდი მადლობა და მომავალ შეხვედრამდე.